თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჭო, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. გამოცემა მარტნეული ნიუსი წერს, რომ მოზარდი გარდამდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ბავშვი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. საქართველოში რუსულ Wildberries ისევ არეკლამებენ სანქცირებული კომპანიისთვის, რომელსაც უკრაინა მთელი რუსეთის მასშტაბით ბომბავს. ვიდეორგოლი პროპაგანდისტული იმედის წამყვანმა ნოე სულაბერიძემ და მისმა ცოლმა ჯანეთ ქერგიხოშვილმა ჩაწერეს. მასალა მათ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. 29491 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141 აბიტურიენტმა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა 17862 აბიტურიენტი. კერძოში კი 11619. პუტინის განკარგულებით სახელმწიფოს ენიჭება უფლება გადაიბაროს საწარმოები, რომლებმაც უკრაინული დრონების დარტყმები ვერ აიცილეს. მექანიზმი შესაძლოა ამოქმედეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლების შეფასებით აქტივების მფლობელები ვერ უზრუნველყოფენ დაცვის ადეკვატურ დონეს.